ხანძარი პუტინის რეზიდენციასთან გელენჯიკის სანაპიროსთან ზღვაში ობიექტი იწვის. შემთხვევა კრასნოდარის მხარეში დრონების თავდასხმის საფრთხის გამოცხადების შემდეგ მოხდა. ანალიტიკოსების შეფასებით ხანძარი ნაპირიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, პუტინის სასახლიდან კი დაახლოებით 17 კილომეტრში გაჩნდა. კრემლი უკრაინის თავდასხმის მოლოდინში რუსეთმა ანექსირებულ ყირიმში უსაფრთხოების მოტივით 9 მაისს ყველა ღონისძიება გააუქმა. პუტინმა 8-9 მაისს დროებითი ცალმხრივი ზავი გამოაცხადა და კიევზე მასირებული დარტყმით დაიმუქრა, თუ უკრაინა აღლუმის ჩაშლას შეეცდება. პუტინ ზელენსკიმ სიჩუმის რეჟიმის გამოცხადებით უპასუხა. უკრაინა დღეს საღამოს 12 საათიდან ცეცხლს წყვეტს და აცხადებს, რომ სარკისებურად იმოქმედებს. მაკრონი სომხეთის ქალაქ გუიმრიშში ჩავიდა, ეგ რუსული ბაზა მდებარეობს. საფრანგეთის პრეზიდენტი სომხეთში მესამე დღე აიმყოფება. მაკრონი გუიმრიშში მიმდინარე კულტურულ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას, რომელსაც მუსიკალური ხიდი სომხეთი საფრანგეთი ეწოდება. პატიმრებს შორის ანგარიშწორება ქართველის ხელმძღვანელობით ჭუბის ინიციატორი, რომელსაც საბერძნეთის საპყრობილეში 2 ადამიანი ემსხვერპლა საქართველოსა და ალბანეთის მოქალაქეები იყვნენ. ბერძნული გამოცემის ცნობით ერთ-ერთ საკანში მყოფი 4 პატიმარი მეზობელ საკანში მყოფებს ბასრის საგნებით თავს დაესხა. შედეგად 2 პირი დაიღუპა.